მოწვეული იყო ბატონი ნიკამელია. მას შეტყობინება გაეგზავნა, დადასტურებულად აქვს სამდივნოს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ დღეს პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, რომ მან ჩათვალა, რომ აქვს უფლება სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება მაშინათვე. თუმცა მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის ხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ საშუალო ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა დღეს, აი ამ დრომდე 4 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაგვიყენებია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და მოიქცეს სხვანაირად. მით უმეტეს, რომ სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება გადაწყვიტო, რომ ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცბად გადაიფიქრო. და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან სავარაუდოდ გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ვალია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკამელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში. ვაყენებ ამ საკითხს კენჭისყრაზე და გთხოვთ პოზიციის გამოხატვას, ვინ არის მომხრე. ნიკამელიას საქმეც გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში. ახლა უკვე 4 საათია და სამუშაო დღის ბოლომდე ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ეს დოკუმენტი, რაც ხელთ გვაქვს, სამდივნომ შეკრიბოს და მივაწოდოთ პროკურატურის ორგანოებს. სანამ დღევანდელ ხდომას დახურულად გამოვაცხადებთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ მომდევნო ხდომა გვექნება ორშაბათს. საათი, რომელ საათზე გაიხსნება ხდომა, განისაზღვრება თქვენთან თანამშრომლობით ოდნავ მოგვიანებით. მომდევნო კვირა, დღესასწაულების კვირა და აქედან გამომდინარე შემოთავაზებულია, რომ